მედიკოსების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უკვე შეკრებილები არიან რუსთაველზე. რუსთაველის მეტროს წინ ოპერატორს ვთხოვ, რომ გაჩვენოთ, რომ აქ არიან ექიმები, საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომლებიც ცოტა ხანში დაიძრებიან პარლამენტის მიმართულებით და შეუერთდებიან მოქალაქეების პროტესტს. ისინი, როგორც ყველა სხვა პროფესიის ადამიანი, განსხვავებული სქესის და თაობის ადამიანი, აპროტესტებენ არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიდასავლურ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, რომლებმაც სავალალო შედეგიც კი გამოიწვია ჩვენი სახელმწიფოსთვის. აქ აქვთ მათ მოტანილი პეტიცია, ეს არის თავისუფლება ექიმ ირაკლი ქერაშვილს და ასევე თავისუფლება ექიმ გიორგი ახობაძეს, რომელიც არიან დატყვევებულები რეჟიმის მხრიდან და საპატიმრო დაწესებულებებში იხდიან უკანონო სასჯელს. სწორედ ახლა ამ წუთებში მედიკოსები აწერენ ხელს ამ პეტიციას, მათ მხარდას საჭერად და ამ პეტიციას შემდგომ გადასცემენ მათი ინტერესების დამცველს სასამართლოში. უფრო მეც გვეტყვის ახლა ამ პროტესტთან დაკავშირებით ანი ქავთარაძე. ანი, გითხარი, რას ნიშნავს ეს ყოველივე? თქვენ აწერთ ახლა ხელს პეტიციას და რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ პროტესტმა მოიცვას მთელი ქვეყანა და ჩვენი ხმა უფრო მეტად გავაგონოთ საერთაშორისო ასპარეზზე, საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ასე შემდეგ. დიახ, სამედიცინო საზოგადოება არ განსხვავდება საზოგადოების სხვა ჯგუფებისგან ამ შემთხვევაში პროტესტის საერთო პროტესტში, რაც ეხება ახალი არჩევნების მოთხოვნას და რეჟიმის პატივნების დაუყოვნებელ გავთავისუფლებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს განსაკუთრებულად გამოხატული სოლიდარობა ერთი რეჟიმის მიერ ფიზიკურად დაზიანებული ექიმების მიმართ, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჟურნალისტებს და ექიმებს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს და მეორე ეს არის ჩვენი დატყვევებული კოლეგები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არიან რეჟიმის ტყვეები დღეს და ორი ადამიანი, ჩვენი ორი კოლეგა, ექიმი გიორგი ახობაძე და ექიმი ირაკლი ქერაშვილი არიან დღეს რეჟიმის პატიმრები და ისინი ისჯებიან მხოლოდ და მხოლოდ სამშობლო სიყვარულისთვის. მათ აქვთ მისჯილი წინასწარი პატიმრობა ორთვიანი და შემდგომში უკვე რა იქნება, ჩვენ არ ვიცით. თქვენ ხედავთ რა რაოდენობის ექიმები არიან წარმოდგენილი აქ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და თითეული მათგანი არის სოლიდარული დღეს, უცხადებს სოლიდარობას მათ კოლეგებს. რა თქმა უნდა და ჩვენ ვითხოვთ და მოვითხოვთ აუცილებლად დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ჩვენი კოლეგების, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდნენ ამ ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, რომელიც ასევე დაცული უნდა იყოს ჩვენი ეგრეთ წოდებული სამინისტროს მიერ, მაგრამ მათ არც ერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ. დიდი მადლობა, თქვენ უსმენდით ანი ქავთარაძეს. ჩვენ ახლა გადავინაცვლოთ, ვეცდებით რომ გადავინაცვლოთ სხვა პერიმეტრზე და მოგასმენინოთ მედიკოსების აზრი. ისინი აქ არიან როგორც ყოველთვის მოქალაქეების სიცოცხლის სადარაჯოზე და უცხადებენ სოლიდარობას, მკაფიო მხარდაჭერას იმ ადამიანებს, რომლებიც სასტიკად აწამეს, გახსნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და რომელთა მიმართაც რეჟიმმა გამოიყენა რუსული მეთოდები. აი აქ მე ვხედავ მაგალითად მაია ბუწაშვილს. ხალბატონო მაია, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ თქვენი პროტესტის შესახებ. ვიცით, რომ თქვენი კოლეგები გიორგი ახობაძე მათ შორის არის დაკავებული რეჟიმის მიერ. რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ახლა ყველამ ერთხმად გააპროტესტოს მიმდინარე მოვლენები, ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიდასავლური ქმედებები და ეს რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს, ხომ? თქვენი კოლეგებით სასტიკად სცემეს ვატო გვაზავა, მაგალითად, როდესაც საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და იხმარებოდა მოქალაქეს, რომლებიც დაშავდა სპეცრაზმელების მხრიდან, მასაც სასტიკად გაუსწორდნენ. რა უნდა ვიღონოთ ახლა ჩვენ მოქალაქეებმა და ყველა პროფესიის ადამიანმა? გასაპროტესტებელი ძალიან ბევრი გვაქვს დაწყებული იმ კანონებიდან, რომლის მიღება დაიწყო ბოლო წლის განმავლობაში, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის კანონიდან დაწყებული, მაგრამ ახლა საერთოდ უკვე სულ სხვა დონეზე გადავედით იმ მხრივ, რომ ადამიანების ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე, მათ შორის ჩემი კოლეგების, უამრავი ყავს ჯანმრთელობა დაზიანებული ადამიანი, რომლებიც სრულიად მშვიდობიანად აპროტესტებდნენ და პატიმრები, რომლებიც აუცილებლად ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა გამოვიდნენ. ამიტომ ეს პროტესტი უკვე გარდაუვალია და ყველას ვალია ჩვენი, რომ როგორც შეგვიძლია და რა ფორმით და ეხა ფორმა ერთ-ერთი ყველაზე მიღებული ეს არის, რომ აქციებით გამოვხატოთ ჩვენი აზრი და ნამდვილად ეხა ეს გადაგვჭა, რომ ამ ადამიანებს გვერდში დაუდგეთ, ვინც
ეხლა არის დაპატიმრებული და ასევე რომ მეტი აღარ გამეორდეს ის რაღაცა სისხლის ზღვრა რუსთაველზე, რაც წარმოუდგენელი კადრები იყო ჩემს თვალწინაც და ეკრანზეც და ამის დაშვება უბრალოდ აღარ შეიძლება. ალბათ მაია მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულმა ქმედებებმა მნიშვნელოვნად დააზიანა სამედიცინო სფერო, ხომ ჩვენ დავკარგეთ ფულადი სახსრებით დახმარება შეიძლება ითქვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ხომ პაციენტებისთვის სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, აი ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რა სიტყვით როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ ყველაფრის შესაჩერებლად. დიახ, სამედიცინო სფეროს დაფინანსების მასშტაბი არის ძალიან დიდი და არა მარტო თქვათ კერძო და არასამთავრობო სექტორის, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ასე შემდეგ. ყველა დიდი პროექტი ფაქტიურად ფინანსდება დასავლეთ ევროპის და ამერიკის ფონდებიდან. ჩვენ მაგალითი გვყავს რუსეთი, სადაც აი ამ მსგავსი პოლიტიკის გატარების მერე ძალიან ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ სამედიცინო პროექტების განახორციელებმა დატოვა რუსეთი და ამან ძალიან მძიმე შედეგები მისცა მათ მთელი რიგი უმძიმესი დაავადებების გავრცელების მატებასთან დაკავშირებით, როგორც არის მაგალითად ტუბერკულოზი, შიდსი და ასე შემდეგ. და ჩვენ ეს შეცდომა აღარ უნდა გავიმეოროთ, იმიტომ რომ ჩვენთანაც ეს საერთაშორისო დახმარება უკვე დაიწყო შემცირება, მაგალითად დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროექტებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ჩვენ ამას უკვე ყოველდღურად ვხედავთ და ამის გაგრძელება უბრალოდ წარმოუდგენელია, თითოეულ მოქალაქეს დააზარალებს. დიდი მადლობა, თქვენ უსმენთ მაია ბუწაშვილს, მოკლედ ექიმები, მედიკოსები ყოველთვის დგანან იქ, სადაც საჭიროა.